მოხდეს. როგორია თქვენი რეაქცია მარგველაშვილის ამ უარზე? მე მგონი საკმაოდ აბსურდული რეაქცია არის. რადგან სწორედ პრეზიდენტის არჩევნების თემა, რომელიც მე სხვათა შორის ვუჭერდი და უჭერ მხარს საყოველთაო არჩევანს პრეზიდენტის, მაგრამ დღეს უკვე გადაიდო ერთი საპრეზიდენტო ვადით, ანუ დღევანდელ კონსტიტუციაში ეს პრობლემა ასე მწვავედ აღარ დგას და ძალიან ბევრი სხვა რამე არის ამ კონსტიტუციაში, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანი არის. თუნდაც ჩემთვის, როგორც მომხრე საპრეზიდენტო საყოველთაო არჩევნების, როგორიც არის მაგალითად უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭება. არ შეიძლება რომ პრეზიდენტი, რომელიც თავს თვლის როგორც კონსტიტუციის გარანტორად, როგორც ადამიანის უფლებების და ყველა მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტორად, გამოვიდეს მხოლოდ თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ან თავისი ხედვიდან, იმიტომ შეიძლება მას აღარ ეხება რა მოხდება ორ მანდატში, მაგრამ ეს არის თავისი ხედვა და არ არის ეს ხედვა გაზიარებული. მე თვითონაც ვაღიარებ, რომ ძალიან ბევრი ადამიანები, ვისაც ჯერა, რომ საპარლამენტო სისტემა უნდა იყოს კლასიკური სისტემა, იმათ ჯერათ, რომ უნდა იყოს შემდეგ უნდა გადავიდეთ ამ ახალ ფორმატზე არაპირდაპირი არჩევანის. მე ისიც ვთქვი სხვათა შორის ერთ-ერთ ბოლო განხილვაზე კონსტიტუციის და სანამ ეს ატყდებოდა დღევანდელი აჟიოტაჟი, რომ გამართლებული იქნებოდა ეს არასაყოველთაო არჩევანი პრეზიდენტის, თუ კი ჩვენ გადავდივართ იმ სიმბოლურ პრეზიდენტობაზე, რომელიც მერე ხელს უხსნის კონსტიტუციურ მონარქიას. ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც გავაჟღერეთ და არ იყო ეს დაკავშირებული დღევანდელ კონსტიტუციურ მონარქიას, ქალბატონო სალომე. შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ? რაში გვჭირდება მონარქი? აი ჩვენს რეალობაში. ოპოზიცია მე ძალიან დიდი ხანია ამ თემაზე ვფიქრობ. არ მგონია რომ ეს თემა იყოს აქტუალური. ახლა დღეს ჩვენ ვღებულობთ ახალ კონსტიტუციას და აქ არის ძალიან ბევრი თემები და სხვათა შორის ერთი, რომელიც არ მინდა რომ დამავიწყდეს და არის ორპალატიანობა, რომელზედაც თვით ვენეციის კომისიამაც თავისი მოსაზრება გამოთქვა. ძალიან ბევრი რამე არის ამ კონსტიტუციაში და ეს არ არის დღევანდელი აქტუალური თემა და მე მგონი ამაზე არავინ არ ამბობს რომ ეს არის დღევანდელი აქტუალური თემა. მაგრამ როგორც კონცეფცია, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ გავიაზროთ რომელი სისტემა სამომავლოდ იქნება ყველაზე უფრო სტაბილური და ყველაზე უფრო შესატყვისი ქართული ხასიათისა. და ვინც დღეს ღლიცინებს იმაზე, რომ აი მონარქია და მეფე და რაღაცები Facebook-ი არის სავსე, ხან დაცინვით და ხან ბოღმით, რაც ჩემთვის ცოტა უცნაურია, იმიტომ რეალურად ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ეს არის ის წყობა, რომელმაც მოუტანა საქართველოს ყველაზე დიდი წარმატება და ის დაწყებული პერიოდი. ბევრი დრო გავიდა მას მერე 21 საუკუნეში. რაში გვჭირდება? ამიხსენით თუ შეგიძლიათ მე. გეტყვით ახლავე.